B3 ვიტამინი პოპულარულია კანისთვის, თმებისთვის, ქოლესტერინისთვის, ზოგი როგორც წნევის დამწევს ისე იღებს და ეხლა ვისაუბრებთ სინამდვილეში რა ვიცით, რა არის დადასტურებული და რა არის მითი. მედიცინა ასე მუშაობს, რომ თუ კი რაღაცაზე არის მოსაზრება, რაღაცის ეფექტურია, ტარდება კვლევები და ამ კვლევებით გადაისინჯება მართლა ეფექტურია თუ არა, დიდ რაოდენობა ხალხში, რომ არ იყოს დამოკიდებული ვიღაცის მიერ მოყოლილ ამბავზე, იმიტომ რომ ხშირად ეს ამბები არის სუბიექტური და არ ასახავს რეალობას. რისთვის არის ცნობილი და რითია ცნობილი B3 ვიტამინი, ნიაცინი ქვია, წყალში ხსნადი ვიტამინია, B ჯგუფის ვიტამინს მიეკუთვნება და ნიკოტინამიდის მჟავის სახელითაც არის ცნობილი. ბევრ რეაქციაში მონაწილეობს, განსაკუთრებით ენერგიის წარმოქმნაში და უჯრედებს შორის კავშირის დამყარებისთვის არის აუცილებელი, ამიტომ აუცილებელია როგორც უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ან მთელი ორგანიზმისთვის პირდაპირ გაგებით და ასევე აუცილებელია ნერვებისთვის, ან ნერვის უჯრედებს შორის, ნეირონებს შორის კავშირის წარმოქმნისთვის. ბოლო ხანებში ბოლო 50 წელზე მეტია აღმოაჩინეს, რომ ქოლესტერინის დამწევი ეფექტიც აქვს, ამიტომ მაღალი დოზებით ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ იღებენ ხოლმე. ეფექტურია, ოღონდ მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს მაგ საკითხში და მასზე ვისაუბრებთ. რა შეიცავს? ძირითადად შეიცავს ხორცის პროდუქტები, ყველი, კვერცხი, ხორცი, ლობიო და მარცვლოვნები, თხილეული და იმ ადამიანებში, რომლებიც მაგალითად ალკოჰოლიკები არიან, ალკოჰოლს მოიხმარენ დიდი რაოდენობით, დარღვეულია შეწყობა B3 ვიტამინის და ზოგადად საკვებს არა საკმარისად და არასათანადოდ იკვებებიან და დარღვეულია ხოლმე საკვების შეწყობა, ამიტომ ვითარდება B3 ვიტამინის დეფიციტი. B3 ვიტამინის დეფიციტს ქვია პელაგრა. ადამიანისთვის დღიური დოზა რა არის B3 ვიტამინის, დაახლოებით 14-16 მილიგრამი და ადამიანების უმეტესობა ამ დღიურ დოზას იღებს ჩვეულებრივი კვებისგან, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც ხორცეულს ჭამენ ან თხილეულს ჭამენ. მსოფლიო პოპულაციის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს აქვს B3 ვიტამინის დეფიციტი. შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რაღაც ზღვრულ დონეზე დეფიციტი ქონდეთ ადამიანებს და ამისთვის არ მიდიოდნენ ექიმთან და უფრო მეც აქვს, მაგრამ რამე მნიშვნელოვანი გამოხატულება B3-ის დეფიციტის ცოტა ხალხშია. შეიძლება B3 ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება, მაგალითად ქოლესტერინისთვის 1 გრამს დღის განმავლობაში იღებენ ხოლმე 1-დან 3 გრამამდე. პრობლემა დიდი აქვს B3-ს, რომ ძალიან მალე იშლება, ორგანიზმში არ რჩება, ანუ რომ მიიღებ, დაახლოებით 45 წუთი აქვს ნახევარდაშლის პერიოდი და მერე გამოდის ორგანიზმიდან შარდის სახით, ამიტომ ორგანიზმში არ ჩერდება და მისი მიღება რეგულარობადაა საჭირო, ამიტომ დღეში რამდენჯერმე ინიშნება ხოლმე. კარგად შეიწოვება, შეწოვის პრობლემა არ აქვს მნიშვნელობა წყალთან ერთად მიიღებ თუ ან მის გარეშე, საკვებთან ერთად მიიღებ თუ მის გარეშე. პრობლემა აქვს სახის სიწითლე, რომელიც ზოგ შემთხვევაში ადამიანს ვითარდება, ვინც B ვიტამინს იღებს, არ მარტო სახის, კანის ზოგადად წამოწითლება და ეს სისხლდარღვევს აფართოვებს და მის გამო. თუმცა ეგ ხა დიდი პრობლემა როგორც წესი არ არის ხოლმე, უფრო დიდი პრობლემაა ვინც მაღალი დოზებით იღებს B ვიტამინს, B3-ს. ღვიძლის ფერმენტები შეიძლება მოემატოს, ანუ შეიძლება ღვიძლი დააზიანოს, ამიტომ ყურადღებაა საჭირო. ყველაზე მთავარი მაინც რის გამოც იყენებენ ხოლმე და გაიდლაინებში რის გამოც შეტანილია B3 არის პელაგრა. პელაგრა ეს დაავადება ცნობილია, რომელიც აი ალკოჰოლიკებში უფრო ხშირად ვითარდება, ადამიანებში, რომელიც არასრულფასოვნად იკვებებიან ხოლმე. და შეიძლება სიკვდილითაც დასრულდეს, დემენცია, დერმატიტი, სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს და საწინააღმდეგო სისტემის მხრივ პრობლემები და მთავარი ან პელაგრას 100%-ით შველის მოკლედ B3 ვიტამინის მიღება. სხვა რამეებს ნაკლებად უფრო სწორად ქოლესტერინს შველის, ქოლესტერინის დამწევი ეფექტი აქვს.
ასევე ცუდი ქოლესტერინის LDL-ის დამწვევი ეფექტი აქვს და HDL-ის ამწევი, ან კარგ ქოლესტერინის უმატებს და ტრიგლიცერიდებსაც ამცირებს. ეს ეფექტები აქვს, ოღონდ პრობლემა იმაშია, რომ ამ ქოლესტერინებს კი აწესრიგებს, მაგრამ არ გამოიკვეთა გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება. ანუ ქოლესტერინის შემცირების მიუხედავად დისპროპორციულად ცუდი შედეგი იყო გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მხრივ. ანუ ჩვენ ხო ქოლესტერინის შემცირება ჩვენ თვითმიზანი კი არ არის, ჩვენ თვითმიზანი არის რომ ვუმკურნა თავიდან ავიცილოთ გულის დაავადებები, მოკლედ ქოლესტერინს როცა მკურნალობთ, ჩვენი მიზანი არის რომ თავიდან ავიცილოთ გულის დაავადებები და მან და არ მოგვცა შედეგი და თან უნდა მიიღო ძალიან მაღალი დოზები და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს სტატინები, რომელიც ძალიან ეფექტურია ქოლესტერინის დაწევისთვის და გულის დაავადებებსაც ამცირებს და ანუ რატო უნდა აირჩიო B3 მაგ დროს გაურკვეველია, ამიტომ არ არის შეტანილი გაიდლაინებში. Ну, ბევრი მექანიზმი აქვს ძალიან გასაგებია, რომ ან DNM-ის ის აღდგენის, უჯრედებისთვის ენერგიის, უჯრედებს შორის სიგნალის გადაცემის, ანტიოქსიდანტური მოქმედება, სირტუინ გენებს აქტივებს, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. ოღონდ არ გამოიხატება ეგ მაინც და მაინც შედეგებში და ეგეც პრობლემაა, რომ ანუ კი კარგია ეს თეორიულად რაც აკეთებს, მაგრამ პრაქტიკული შედეგები არა გვაქვს. Ну, იყო ხოლმე ის, რომ ეს B3 გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის წნევის დაწევისთვის კი შეიძლება, რომ ცოტა წნევა შეამციროს და მაგრამ გაიდლაინებით მოცემული მაგისთვისაც არ არის. შესაბამისად დიდი გამოყენება მაგ მხრივაც არ აქვს. ზოგადად თუ უბრალოდ პრევენციისთვის გინდა რომ მიიღო ადამიანმა 14-16 მილიგრამი დღის განმავლობაში საკმარისია B3-ის მიღება. თუ გინდა ლიპიდების შესამცირებლად, ქოლესტერინის შესამცირებლად, მაშინ 1-დან 3 გრამამდე მიიღება დღის განმავლობაში და რამდენიმეჯერ მიიღება. Ну, არის გახანგრძლივებული ფორმები, არის ისეთი ფორმა, რომელიც აი ამ წამოწითლებას არ იწვევს, მაგრამ მისი ეფექტურობის პრობლემაა, მოკლედ შედარებით. გრძელვადიანთ არის თუ არა ეფექტური, მიიჩნევა ეფექტურად, ოღონდ ეს ღვიძლის პრობლემები ეფექტურად რა უსაფრთხოდ მიიჩნევა გრძელვადიანთ, მაგრამ ღვიძლის პრობლემები შეიძლება გამოიწვევს, ამიტომ განსაკუთრებით 2 გრამზე მეტს ვინც იღებს დღის განმავლობაში, ამიტომ ღვიძლის ფერმენტებს ALT, AST-ს გჭირდება გაკონტროლება და მაგ მხრივ ანუ ექიმის მეთვალყურებით უნდა ეგეთი მაღალი დოზები, მაგრამ მაინც გაუგებარია ეგეთი მაღალი დოზები, მოკლედ რატომ არის საჭირო, მაშინ როცა უკეთესი პრეპარატები გვაქვს, მოკლედ ქოლესტერინის გასაკონტროლებლად. რომელი საკვებით შეიძლება მივიღოთ B3, ხორცეულობა ყველაფერი, ღვიძლი, ქათამი, ღორის ხორცი, ძროხის ხორცი, პრაქტიკულად ყველაფერი, თევზეულობა, ტუნა, სალმონი, სარდინი, მანდაც თითქმის ყველაფერი. თხილეულობა, პარკოსნები, ეს მზესუმზირის ზეთიც მათ შორის, სოკოები და კარტოფილიც შეიცავს, ყავა შეიცავს. შესაბამისად, ან ბევრი საკვები შეიცავს, რამე ისეთი განსაკუთრებული არ არის. რაც შეეხება პელაგრას, როგორ ვიცნოთ, როცა B3-ის დეფიციტი, აი 4D-ის პრინციპი არსებობს: დერმატიტი, დემენცია, დიარეა, სიკვდილი. სიკვდილი ინგლისურად და ამიტომ არის D, ანუ ესენი პრინციპი ქართულადაც 3D გამოდის და მეოთხე სიკვდილი. ხო, შესაბამისად, ასე ეგ არის მისი კლასიკური სიმპტომები, ოღონდ იშვიათია, დღევანდელობაში იშვიათია. კანის პროდუქტებში გვხვდება კიდე B3 ხშირად, როგორც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, კანის სისხლმომარაგებას აუმჯობესებს და ბარიერულ ფუნქციას აუმჯობესებს და ანუ კოსმეტიკის პროდუქტებში კი ან მეტნაკლებად არის გამართლებული პრინციპში, მაგრამ რა აი რო ვთქვათ, რომ რამე აი ესეთი დადასტურებული მოქმედება აქვს, ნუ როზაციას საწინააღმდეგოდ იყენებენ ხოლმე, აკნეს საწინააღმდეგოდ იყენებენ ხოლმე, თმების გამოჯანსაღებლად.
მაგრამ არის საკამათო კვლევები რო ვთქვათ რომ რაღაცაზე ძალიან მაღალი ეფექტურობა აქ ეგეთი არ არის გარდა პელაგრასი 100%-ით შველის ქოლესტერინს კარგ ქოლესტერინს აუმჯობესებს დაახლოებით 20%-ით ეგ კარგია ტრიგლიცერიდებს ამცირებს დაახლოებით 30%-ით ეგეც კარგია და LDL-ს ამცირებს დაახლოებით 15%-ით ეგეც კარგია ოღონდ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ რომ ან გუსის ხსართა დაავადებებში დიდი ის არ აქვს გაუმჯობესება და ეგ სიამოვნებაში პრობლემაა მაღალ დოზებში კიდე დიაბეტის რისკს ზრდის და ეგეც პრობლემაა მოკლედ ანუ აი ეს ძალიან მაღალი დოზები ბესამის პრობლემა არა და დაბალ დოზებში კიდე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მის მიღებას და რა ვიცი ანუ მე მაგალითად რამე აქტიურ რეკომენდაციას ვერ გავუწევ გარდა იმისა როცა საჭიროა გაიდლაინებით მოცემულია პელაგრის დროს ვიყენებთ აუცილებლად რაც შეეხება ქოლესტერინისთვის აი არაპოპულარული ხდება დღითი დღე ქოლესტერინისთვის ბესამის გამოყენება განსაკუთრებით ესეთი მაღალი დოზებით რისკის შემცველია და რატო შესაბამისად ეგ არის პრობლემა მოკლედ მით უმეტეს ან დიაბეტის რისკი აქვს და ღვიძლის პრობლემები აქვს და ასევე ვისაც პოდაგრა აქვს მაგალითად მათთანაც შეიძლება ურის მჟავა შარდმჟავას რაოდენობა გაზარდოს რაც პრობლემაა ასევე და ეგ არის მოკლედ ძირითადად რატომაც შეზღუდულია ხო ნუ დერმატოლოგიაში კი გამოიყენება კანისთვის კანის ჯანმრთელობისთვის და მან უფრო ისეთი რამე პრობლემა არ არის კარგად ხო დიდი როლი აქვს მაგრამ ნუ აი ესე რომ ადამიანმა დალიოს და რაღაცაზე მოლოდინი კონდეს მე რომ გააკეთოს გარდა იმისა რომ მოლოდინი ექნება ესეც დიდ ვერაფერს ვერ გააკეთებს თუ პელაგრა არ აქვს აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დაალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ და ამით შეგიძლიათ მხარდაჭერა გამოხატოთ ჩემი არხის მიმართ და მის განვითარებას შეუწყოთ ხელი YouTube-ის ალგორითმი მოწყობილია ასე რომ ადამიანის აქტივობას რო ხედავს შემდეგ უკვე სხვა ადამიანებსაც აჩვენებს ამ ვიდეოს იმიტომ რომ თვლის რომ ეს არის საინტერესო მადლობა ინტერესისთვის